ქუთაისს აქვს ძირითადი შემოსასვლელი რამდენი? უფრო ტურისტული არის აეროპორტიდან რომ მიდიხა ქვიტირი. სოფელი ქვიტირის გავლით ნიკიას შემოსასვლელი, სადაც ახლა ჩვენ ვარ, და საღორიის შემოსასვლელი. ნუ წყალტუბოდანაც ცვილი შემოსასვლელები ესენია. ეხლა ჩვენ ვართ ყოები თუ ჩანს. კატასტროფა ხდება, მართლა აი გარშემო ხდება კატასტროფა და ქუთაისელებს რო ველაპარაკეთ, ნუ ძალიან დიდი გულის ტკივილი კი არა, პირდაპირ სიცოცხლის ჯანმრთელობის რისკის ქვეშ ცხოვრობენ ეს ადამიანები, იმიტომ რომ ეხა ჯერ კი გრილას საკმაოდ და საშინელი სუნი დგას და ზაფხულში საერთოდ კატასტროფაა, ხო? აქ ზაფხულში ბევრად უფრო უარეს სიტუაციაა. მათ შორის ამას დაადასტურებს აქვე მცხოვრები მოსახლეობა, რომლებიც ხშირად ამბობენ, რომ ფანჯრებსაც კი ვერ აღებენ ისეთი მდგომარეობა. აქ მნიშვნელოვანია ერთი ფაქტორი, რომ ნაგავსაყრელის თანხები ბევრი წლის წინ იყო გამოყოფილი და ქუთაისთან ახლოს უნდა აშენებულიყო ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ აქ მსგავსი არაფერი არ არის. რამდენიმე კვირის წინ აქ ძლიერი ქარი იყო და მაშინ კიდე უფრო თვალნათლივ ჩანს თუ რა ხდება ჩვენ ეს ცელოფნები დაფრინავს გარშემო. მეორე ამბავი კიდე რომელიც უფრო გულსაკლავია და უფრო ბევრი ადამიანი შეიძლება აწუხებდეს ესთეტიკა ქალაქის, ხო? სტუმარი რომელიც ჩამოდის აეროპორტში და ეს აეროპორტი ძალიან დიდ საქმეს უკეთებს ჩვენ ქალაქს, შემოდის ქალაქიდან ძირითადად ავტობანიდან ამ მხრიდან. და რას ხედავს? პირველად შემოსული სტუმარი რა შთაბეჭდილება უნდა გაუჩნდეს ქალაქზე, როცა ხედავს რომ ასეთი მდგომარეობა. ქვიტირიდან შემოდის და იქ დაშლილი მანქანები. ხადია ჩვენ რაღაცა ადგილობრივ მცირე მეწარმეებთან არ აგვაქვს ამის პრეტენზია, მაგრამ ქალაქმა უნდა იფიქროს როგორმე მოაგვაროს ეს ჯართად ქცეული დაშლილი მანქანების მდგომარეობა ჩვენ ეს მოაგვარა მე მგონი რომ ძველი მანქანების შემოყვანაო ბრძოლა. ხო, მაგრამ მაშინ ამ მანქანებსაც რაღაც უნდა მოუხერხოთ, პლუს ამას ჩაბნელებულია ეს გზა და სტუმარი რომელიც აეროპორტიდან მოდის ნახევარგზას გადის ჩაბნელებულ გზაზე და მერე უკვე შემოდის ქალაქში, სადაც ხედავს რომ პირველი ეფექტი არის რაღაცა ჩერნობილის დამგვანებული ტერიტორია. ეზო ფორუმი გვაქვს კვირას, სადაც ლაპარაკობთ იმაზე, რომ ადამიანები უნდა შეთანხმდნენ და გონია რომ რაღაცნაირად შეთანხმება ადგილობრივ მცირე მეწარმეებთან, ფართების მეპატრონეებთან შეიძლება რომ მოინახოს ისეთი კომპრომისი, სადაც ყველა კმაყოფილი იქნება. იგივე სხვათა შორის გავიხსენებ რომ 2014 წლიდან როცა დაიწყო ახალი ნაგავსაყრელის აშენების შესახებ საკითხები, მთავრობა ვერ შეუთანხმდა ოგნარის მოსახლეობა. ესთეტიური თვალსაზრისით დარჩა ერთი შემოსასვლელი, რომ სტუმარი თუ მოყავს ქუთაისში, უნდა საღორიის ტბიდან უნდა შემოიყვანო, მაგრამ რამდენადაც ვიცი, იქაც არის პრობლემა, რომ თვითონ ეს სცენარეები არის ძალიან დაზიანებული და სინამდვილეში ეს ტყე არის ფილტვები ქუთაისისთვის. ნამდვილად. და მათი მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და არც რეკრეაცია არ არის მოწყობილი, რომ იქ ადამიანებიც სასეირნო რაღაც ბილიკები იყოს, ან დასაჯდომი იყოს, ან რაღაცა. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის ირგვლივ ბევრი საინტერესო ადგილია, არც ერთი ტერიტორია არ არის მოწყობილი შაბათ-კვირას ოჯახებისთვის, რაღაც რეკრეაციული სივრცე, სადაც ადამიანი წავა, პიკნიკს მოიწყობს შვილთან ერთად, მეგობრები შეიკრიბებიან. ძალიან სწორი შედარება გააკეთა, რომ ეს არის ქალაქის ფილტვები. უნიკალური იმერული მუხის ტყე, რომელიც ნადგურდება. ხა შეიძლება ბევრი მიზეზი ითქვას, რომ იქ არხი ჩადის, საიდანაც წყალი შედის ამ ტყეში, მაგრამ ხო უნდა მოხერხდეს რაღაცა და ან ახალი ხეები დაიდგოს, რომელიც თქვათ იმ ჭაობს უძლებს, მაგრამ იმის გაკეთებას, რომ საღორიის ტყეში, რომელიც უნიკალურია, უდიდესია, ირგვლივ მდინარე ჩამოდის, გაკეთდეს ელემენტარული ფეხით მოსიარულეებისთვის, ველოსიპედის მოსიარულეებისთვის, სკამები, რომ ადამიანები უბრალოდ დასხდნენ, იმიტომ რომ ქალაქში ეგეთი ადგილი არ აქვს, სადაც წნარად იქნება ადამიანი. წყალტუბოსაც უნდა შევეხოთ, რომ მე რამდენადაც ვიცი არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი უბედური შემთხვევების, ხო, მან და ესეც პრობლემაა. ეს არის წყალტუბოს გზა, რომელიც მართლა პატარა სასაფლაოდ გადაიქცა. არ არსებობს ოჯახი, ვისი ახლობელიც ამ გზაზე არ არის გარდაცვლილი. ბევრი წლის წინ მქონდა აქცია და ამონტაჟეს კამერები, ტყვიანი კამერები, მაგრამ ბოლოს რამდენჯერმე შევამჩნიე, რომ ეს კამერები გამორთული იყო, ამიტომ ვისაც ევალება იქნებ მიაქციოს ამ საკითხის ყურადღება, რომ ეს სასაკლაო რაღაცნაირად თან ვიცით სტატისტიკა, რომ საქართველოს ერთ-ერთი მოწინავეა მთელ ევროპაში მილიონად და ავტოსაგზაოში. აი ომში არ დაგვიკარგავს იმდენი ადამიანი, რადგანაც ყოველწლიურად ჩვენ გზებზე და სულ ახალგაზრდები, აი ფონდი, რომელმაც დემოგრაფიის გამრავლებაზე უნდა იზრუნოს. მოკლედ 4 შემოსირითად შემოსასვლელზე ვილაპარაკეთ და 4-ვეგან არის პრობლემა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ
ეს საზოგადოებასთან ერთად მოგვარდეს. ესენი ჩემი აზრით უკვე აღარაფრის მომგვარებლები არ არიან, იმიტომ რომ ხა ამდენი წელი ხელისუფლებაში იყვნენ, ფულიც ჰქონდათ, ყველაფერი, მაგრამ ფაქტია, რომ აი კატასტროფა ხდება. არის კერძო ტერიტორიებზე თვითნებურად შემოტანილი სამშენებლო ხო, რა მნიშვნელობა ნარჩენები. კერძო იქნება თუ რომელსაც ჩემი აზრით სურსათის უვნებლობა უნდა ამოწმდეს, რომ აი ვის შემოაქვს აქ ნაგავს და ვის ყრის, ხო? ეს ხო აქ მარტო მიწა არ არის. არა და ეს არის რაღაცა რემონტის მერე შემოტანილი ნარჩენები, რომელიც რაღაცა ბიზნესთვის არის, მაგრამ ხო, მოკლედ გასაკეთებელი ამ ხრივ ძალიან ბევრი რამეა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ჩართულობით გაკეთდეს, იმიტომ რომ ვერც ერთი მთავრობა ამას ვერ გააკეთებს თავისი გადაწყვეტილებით, იმიტომ რომ ადამიანებს თუ არ კითხა რა მათ კონკრეტულად რა აწუხებს და იმაზე თუ არ იქნა ორიენტირებული აი პრობლემის მოგვარება, ჩემი აზრით ისე არც არაფერი არ გამიგეს. მოკლედ ესეთია ეს ამბავი.